მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი დროის მერე დადგა დღე, როდესაც გადავწყვიტეთ მარიამის სურვილებს შევასხათ ფრთები და ეს სურვილები უკავშირდება პოდკასტის გაკეთებას მოკლედ და იმაზე საუბარს, თუ რა ძალისხმევის ჩადება უწევთ მეწარმეებს და არა მარტო მეწარმეებს, ანუ ადამიანებს ზოგადად, ვისაც უნდა რომ რამე საქმე დაიწყონ. მარიამი იქნება დღეს ჩვენი რესპონდენტი და მომავალში იქნება ამ პოდკასტის წამყვანი. უბრალოდ დღეს მაქსიმალურად დავტვირთოთ მარიამი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ მარიამისგან, რა მნიშვნელოვანი უნარჩვევები, სურვილები, მისწრაფებები, ძალისხმევა არის საჭირო იმისთვის, რომ ის საქმე, რაც არის თქვათ მოწოდებით, ყველაფერი რომ განახორციელო, რა არის მაგისთვის საჭირო. გამარჯობა მარიამ. გამარჯობა ნინიკელა. ძალიან დიდი ხანი არის, მინდა მქონდეს სივრცე, მაგრამ შეიძლება ეს ვირტუალურად იქნებოდა თუ ფიზიკურ სივრცეში, სადაც ადამიანებს ექნებოდა შესაძლებლობა ესაუბრათ, რადგან იმ პროცესების და ასე ვთქვათ, ლამაზი კადრების უკან, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენამდე მოდის ხოლმე და დიდი მადლობა ნინიკელას, რომ ამყვა. იმიტომ რომ მე მარტო ძალიან დიდი ხანი ამის გაკეთება მინდა, მაგრამ ვერ მოვავი თავი. მოკლედ როგორც ნინიკელა, მე ვიქნები დღეს ჩვენი ასე ვთქვათ, სიუჟეტის სტუმარი და საბოლოო ჯამში გვეყოლება ბევრი საინტერესო ადამიანი, რომელიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და ალბათ მაგიტომაც ქვია ჩვენს ვიდეოებს და ჩვენს ასე ვთქვათ, არხს ერქმევა საბოლოო ჯამში სტარტაპერის დღიურები. ეს ალბათ სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ სტარტაპერი არა მარტო ადამიანი, რომელიც რაღაცა ტექ პროდუქტს ქმნის, უბრალოდ ნებისმიერი რაღაცის დამწყები ადამიანი, თუნდაც ეს შეიძლება იყოს რაღაცა ნინისნაირი ფრილანსერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ ბიზნესს ემსახურება და იღებს ვიდეოებს და კონტენტს უქმნის, ფოტოებს და ასე შემდეგ. მოდი ნინიკელა, მე კი არა, შენი გავი დღემდელი ჩვენი. ახლა საიდეში ტრიალ და მოგვიყევი ნინიკელა. გავცვალეთ პოზიციები. დღეს მოგვიყევი ნინიკელა. რას ნიშნავს მიატოვო სტაბილური სამსახური, სადაც ძალიან კარგი შემოსავალი გაქვს, კარგად გიხდიან, ხარ კომფორტში, ასე ვთქვათ, რუტინულია, მაგრამ კომფორტში ხარ, იმიტომ რომ იცი რომ მინიმუმ თუ ის რაღაც კონკრეტული რიცხვში გერისხება ხელფასი, კარგად ხარ რა, თბილად ხარ, კომფორტულად ხარ. რას ნიშნავს მიატოვო მსგავსი სამსახური და დაიწყო ფრილანსერობა, სადაც ქაოსია, აჟიოტაჟია და ნუ ასე შემდეგ. მოგვიყევი რას ნიშნავს ეგ და რა გამბედაობასთან არის დაკავშირებული. რთული კითხვა და სხვათა შორის, იმიტომ რომ მაგაზე მარტივი პასუხი როგორ უნდა გავცე, საიდან უნდა დავიწყო, რეალურად ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეგ თემა არა მარტო მე, მგონია რომ აი ყველა ადამიანს აწუხებს, როდესაც თუნდაც ნებისმიერ ადამიანი, რომელიც სამსახურს იცვლის. იმ სივრცეს, რასაც შეჩვეული ხარ, მანდ გადადიხარ სხვა სივრცეში და ეგეც გამოწვევა და ეხლა ჩემს შემთხვევაში იყო თავიდან რომ რაც სრულწლოვანი გავხდი, იქიდან მოყოლებულ სულ მუშაობ და მინიმუმ 2-3 სამსახური მაქვს ხოლმე და მქონდა ხოლმე და არ ვიცი, რაღაცნაირად შინაგანად მოთხოვნილება მაქვს, რომ აი სულ დაკავებული უნდა ვიყო და სულ რაღაც პროცესში უნდა ვიყო, რაღაც კეთების პროცესში უნდა ვიყო და განვითარების პროცესში უნდა ვიყო. აპრილში გადავწყვიტე, რომ ცოტა უნდა მოეშვა, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი აღარ მომყვებოდა, ხვდები რომ გადავიწვი და რაღაც იმ მომენტში ამოვწურო ყველაფერი რა. და მივხვდი რომ რაღაცნაირად 2 სამსახურიდან უნდა დამეტოვებინა 1, რომ ჯერ ეგ იყო ძალიან დიდი სტრესი ჩემთვის, რომ გამეაძლებინა, რომ აი ეს ხელფასი თუნდაც ანუ შემოსავალი, ის საქმე, ის რუტინა, რაც აქამდე მქონდა, უნდა დამემთავრებინა და რაღაცნაირად შევგუებოდი იმას, რომ აი დღეიდან ექნება ახლა განრიგი, 1 სამსახური და უფრო მეტი თავისუფალი დრო, თუნდაც იმისთვის, რომ მეგობრები ნახო, თუნდაც იმისთვის, რომ სხვანაირად დაფიქრდე ცხოვრებაზე, ან სხვა რაღაცები ცადო ცხოვრებაში და ეგ იყო ჩემთვის ჯერ პირველი და ძალიან დიდი დარტყმა, რომ აი აქედან იწყებ ახალ ცხოვრებას. მოკლედ მერე ეს 1 სამსახურით რომ დავრჩი და დრო მქონდა, რომ დავფიქრებული ვიყავ იმაზე, რის კეთება მიყვარს ზოგადად, რა მანიჭებს სიამოვნებას, როგორ შემიძლია რომ ის ცოდნა, ან გამოცდილება, ან ჰობი, ან ნებისმიერ რაღაც რაც იმ მომენტში გამაჩნდა, ანუ სხვანაირად გადამეხარისხებინა რა და მაშინ დავფიქრდი, რომ ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, დავფიქრდი იმაზე, რომ შემიძლია ის რაც ძალიან სიამოვნებს და ძალიან მიყვარს, ვაქციო საქმედ. და დავიწყე რაღაც კურსების გავლა, რაღაცების მოძიება, მორისერჩება და ხვდები რომ ანუ ძალიან მინდა რომ გადავეშვა ამ ყველაფერში. ცოტა ხანში გადავწყვიტე, აღარ მინდა რუტინული სამსახური, მინდა რომ დავიწყო სხვანაირი ცხოვრება. ეს დავიწყე პირველი 1 თვე იყო ძალიან ემოციური ეგ ყველაფერი ჩემთვის, იმიტომ რომ იაზრებ იმას, რომ აღარავინ ესე ვთქვათ გაკონტროლებს, სამსახური აღარ გაქვს, აღარავინ გეუბნება რომ აი შენი საქმე არის ეს და აღარავინ გეუბნება რომ აი ამ დედლაინებს არ უნდა გადაცდე, აი ეს აღარ არის მოკლედ ის ცხოვრება შენი, რაც აქამდე იყო. და მანდ იწყება მეორე დარტყმა, რომ ახლა რა არის ჩემი საქმე და იკარგები. ანუ უკვე შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შენს თავს უნდა შეუდგინოს ყველაფერი, უნდა მოიძიო პროექტები,
მე იმ მოძებულ პროექტებიდან ადამიანებს აჩვენე რომ დაუმტკიცო რომ აი მე ამას თავაზობ ეს იქნება და ყველაფერს შენაკეთებ ამ შემთხვევაში. იქ როცა ესე ვთქვათ თანამშრომელი ხარ, დაქირავებული თანამშრომელი ხარ, რაღაცერად თითქოს იმისი განცდა გაქვს, რომ მე არ ვარ პასუხისმგებელი 100%-ით თუ რაღაც ისე ვერ წავა, როგორც უნდა წავიდეს. იმიტომ რაღაცერად კომპანიასაც აბრალებ, რომ აი ის არ მაძლევს იმდენ მოტივაციას, რომ რაღაცა გავაკეთო კარგად. და აი აქ უკვე როცა ფრილანსერად იწყებ მუშაობას, ხვდები რომ ეგ მომენტი აღარ გაქვს, არავინ აღარ არის ის ადამიანი, რომელსაც ისე ვთქვათ დააბრალებ რაღაცას, იმიტომ რომ ნუ მაინც ადამიანის ბუნება მგონია რომ ეგეთია რა, რაღაცა თუ არ გამოგდის, კიდე რომ ვიღაცას გადააბარო. ხო და ეგ მომენტი რომ აღარ გაქვს და ხვდები რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ყველა ქმედებაზე, ყველა სიტყვაზე, ყველა ნამუშევარზე, ყველა ტექსტ, ყველაფერს პასუხისმგებელი არის, ყველა ფოტოზე და ყველა კადრზე და ყველა ვიდეოზე, მან ხვდები უკვე რომ აი დამერხა ხო ხვდები. ვერ ხვდები უკვე სწორად მოიქეცი რომ დაასრულე ცხოვრება და ახალი დაიწყე თუ არა. მაგ მომენტში თავარი არის რომ შენ თავს შემოუძახო და დაუმტკიცო რომ აი ეს არის ის რის კეთებაც გინდოდა მიიღე გადაწყვეტილება და ეხლა შენ გადაწყვეტილებაზე აგე პასუხი. მოკლედ ნინი, აი ხა გამიჩნდა ეგეთი კითხვა და დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები ვინც გვისმენენ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ეგეთ რაღაცას, რომ აი მე უბრალოდ არ ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ აი თვით დისციპლინირებული. აი რაღაცის სწავლა რომ მინდა და არ შემიძლია თუნდაც შევიდე YouTube-ზე ან ნებისმიერ რაღაცა სხვა სივრცეში და ჩემით რაღაცა არ ვიცი 10 ჯერ და 20 ჯერ უფრო იაფად ვისწავლო რაღაც, ამისთვის მჭირდება აუცილებლად რეპეტიტორთან მისვლა, კურსებზე სიარული, იმიტომ რომ მე არ ვარ თვითონ ორგანიზებული ადამიანი. აი ეგეთ ადამიანებს შეუძლიათ რომ წამოვიდნენ და გახდნენ ფრილანსერები და თვითონ თავიანთი რუტინა შეიქმნან. ანუ ამ შემთხვევაში როგორი ამბავი არის, იცი, უნდა გამოიმუშაო ეგ ყველაფერი. ვიღაცა შეიძლება რაღაც დაბადებიდან რაღაც ესე ბუნებრივად ხასიათი დაყვა იმის რომ იყოს რაღაცნაირად ორატორული ან თვითორგანიზებული ან რაღაც ეგეთი, მაგრამ რაღაცების გამომუშავება ყველა ადამიანს შეუძლია. თუნდაც აი ეს ფოტოგრაფია და ეს კონტენტის შექმნა და ასე შემდეგ აი ძალიან მეშინოდა მაგ ყველაფერს, ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა მაგის გაკეთებას, არ ვიცოდი საერთოდ ამ ყველაფერთან მივიდოდი თუ ვერ მივიდოდი. მაგრამ იცი რა არის, ანუ უნდა იმუშაო ბევრი რა, თუნდაც აი ფოტოგრაფიაზე არ ვიცოდი აპარატი როგორ გამომეყენებინა რა. ანუ ყველაფერი არის სწავლა. თუნდაც ის რომ ვიღაცას არ შეუძლია რომ YouTube-ში რაღაც ჩაწეროს როგორ გამოვიყენო აპარატი ან რაღაც ეგეთი, ძალიან ბევრი კურსი არსებობს. მეც სხვათა შორის დავიწყე კურსით. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად შიში მქონდა რომ მე კი შემიძლია ინტერნეტიდან ვისწავლო, მაგრამ ისე რომ ვერ ვისწავლო რაც რეალურად უნდა ვისწავლო, აი მან რა ვქნა. და მეგონა რომ აი თუ ვინმე მასწავლებელი ამიხსნა ამ ყველაფერს, ანუ სინათლე როგორ შემოუშვა ლინზაში, აი რაღაც მარტივი კითხვა. და რატომღაც სულ ასოციაცია მიჩნდებოდა რომ თუ ვერ გავიგებ ამას YouTube-ის ან ნებისმიერ რაღაცა ონლაინ კურსის მეშვეობით, მასწავლებელს თუ კითხავდი, ის ამიხსნა და ამით ყველაფერს გავიგებ. მაგრამ ვერც ერთი კურსი ვერ მოგცემს მაქსიმალურ ცოდნას. უნდა გააგრძელო სწავლა, უნდა გააგრძელო რისერჩება, უნდა გააგრძელო პრაქტიკა. ყველაზე დიდი სწავლა და ყველაზე დიდი გაკვეთილი არის პრაქტიკა. ერთხელ თუ რაღაც არ გამოგივა, მეორეც დი, მერეც დი და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგ ყველაფერი გააგრძელო. ოკეი, ანუ შენ ამბობ, რომ და პირველი გარისკვა არის საჭირო. დაიწყე მარტივებით. აი ერთი რაღაც საქმე, რომელსაც ის მონიშნავ და იტყვი რომ აი ეს საქმე გავაკეთე, იმხელა სიამაყეს და ბედნიერების გრძნობას გიჩენს, რომ მე რაღაცა წამახალისებელი რაღაც მოტივატორებით არის, რაც გეუბნება, რომ აი ეს ხო გააკეთე, აი მოდი მეორეზე გადადი, მესამეზე გადადი და მე ეგ გიღვიძებს სურვილს, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი გააკეთო და უფრო მეტი შეგიძლია რომ ცადო. მარჩად ფალოს რომ ჩვენ ყველას მოგიწოდებთ. წამოდით ხალხოსასწორებით. არა, რა თქმა უნდა. კითხვას რომ დაუბრუნდეთ, აი შენი გამოცდილებით რო გითხრა, რომ როცა ხარ თუნდაც რას კონტენტ კრეატორი, მუშაობ ვიღაც სხვა კომპანიებში, ოღონდ შენი სურვილიდან გამომდინარე, მან როგორ ხდება, სად პოულობ პროექტებს, ვინმე უნდა დაგიწევს რეკომენდაცია, სად იპოვო ეს ხალხი, რა უნდა გააკეთო, აი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, უფრო მეტად შიდა სამუშაო პროცესებში რომ შეგვახედო რა. ძალიან გულწრფელი ვიქნები და ჩემი პირველი პროექტი იყო ჩემი ბრენდი, ჩვენი საერთო ბრენდი მაისუ. რაღაც მჭირდებოდა რომ დამეწყო, რომ ფოლიოს გაკეთება დამეწყო, მე ჩვენებინა ხალხისთვის, რომ რასაც ვაკეთებ, აი ესე გამომდის და არის თუ არა ეს რაღაც შენთვის საინტერესო და მისაღები. ამიტომ დავიწყე აი ძალიან შინაურულად ყველაფერი, ჩემი ბრენდით, ჩემი რესურსებით, ყველაფერი იყო ჩემი, იმიტომ რომ არც დაკვეთა არ მქონია თავიდან და არც ვინმეს ინტერესი არ იყო, რომ რაღაცა ჩემში ფული ჩაედო, ესე ვთქვათ. ამიტომ რაღაცნაირად თავიდან შენ თვითონ უნდა დაიწყო ყველანაირად
რაც იმ მომენტში გაგაჩნია, იმ ყველა საშუალების გამოყენება, რომ რაღაც შექმნა, თუ მაგალითად ხარ ფოტოგრაფი და აპარატი გაქვს, ან თუ აპარატი არ გაქვს და მობილური გაქვს, გადაიღე ის, რის გადაღებაც გიყვარს და აჩვენე შენი ხედვა ადამიანებს ისე, რომ იყოს საინტერესო იმათთვის და ესთეტიური იყოს, რა თქმა უნდა. კონტენტის შექმნა არის ძალიან საჭირო, აუცილებელი და ტრენდული და თან არის სხვათა შორის ძალიან ძვირი სიამოვნება. ნებისმიერი ინფლუენსერი, რომელსაც ბევრი გამომწერი ყავს, რაღაც ერთ კონკრეტულ სტორიში ან ვიდეოში რომ მოგთხოვს რაღაც 2500 ლარიდან ზემოთ, არ არის პატარა ბიზნესებისთვის ეგ ხელმისაწვდომი რა. შეიძლება 2500 ლარი პატარა ბიზნესისთვის, ანუ ძალიან წარმოუდგენელი იყოს, რომ ერთ პატარა ვიდეოში გადაიხადოს. ამიტომ ვიფიქროს დამწყებმა კონტენტ კრეატორმაც იმაზე, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და შესთავაზოს თავის მომსახურება პატარა ბრენდებს. ხო და ჩემი პირველი დამკვეთი იყო ჩემი თავი და მეორე ბრენდი მინდა გითხრათ, რომ იყო ესე ვთქვათ, ნაცნობობით მარიამ გამიწია რეკომენდაცია და შემდეგი დაკვეთა წამოვიდა მარიამის რეკომენდაციით. ჩაჩი მივიწერე, რომ დამწყები კონტენტ კრეატორი არის და აბა ვინმე სხვა არ გინდათ პარტნიორობა, პორტფოლიო უკვე აწყობილი ჰქონდა ჩვენი ბრენდის ფოტოებით, გავაზიარე და იქიდან წამოვიდა გამოხმაურებები და რავი, საკმაოდ წარმატებული, ხო? კი, საკმაოდ წარმატებული. აი რომ მოვიყვე მოკლედ რა, რომ ადამიანებს ვისაც მაგალითად არც ისეთი სამსახური აქვს, რომ ფულის დანაზოგი გააკეთოს, არც ისეთი სანაცნობო წრე ყავს მაგალითად, ვინც სადმე რამე რეკომენდაციას გაუწევს, დაჟე შენ ამბობ, რომ შენი ბრენდი ქონდა, რომელიც პორტფოლიოდ გამოიყენე და ადამიანებს რომელსაც ეგ შესაძლებლობაც არ აქვს, აი მაგ ადამიანებს რო ვუთხრათ მაგალითად, თუ არც ის მაგ და ნულიდან ვიწყებ აბსოლუტურად ყოველთვის კეთებას, ანუ იმათ რა ქნან. თუ არც ბრენდი გაქვს მაგალითად შემსავით, რომელსაც გამოიყენებ პორტფოლიოდ, ან არც დაგყავს, რომელიც რეკომენდაციას გაგიწევს, ან სანაცნობო წრე არ ყავს, რომელსაც რაღაცნაირად ესე ვთქვათ, გამოიყენებ იმისთვის, რომ შენი რაღაც მომსახურება შესთავაზო, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგიძლია რომ გააკეთო მინიმალურად Instagram page-ი, Instagram გვერდი და ატვირთო შენი ნამუშევრები და თუ არ გაქვს იმისი ესე ვთქვათ ფუფუნება, რომ რაღაცნაირად ნამუშევრები რაღაცი დააგრო, ამ შემთხვევაში შეგიძლია რომ დამწყებ სტარტაპებს, რაღაც ბრენდებს შეთავაზო, რომ აი მოვალ უფასოდ გადავიღებ ამ ყველაფერს, ან მოვალ და ნივთის პროდუქტის ხო, სანაცვლოდ გავაკეთე რაღაც ბარტერის ამბავში, რომ მე გადავიღებ და თქვენ ნივთი მაჩქეთ, ან ნებისმიერი რამე, რაც თქვენთვის მისაღები არის, მაგ ყველაფრით შეგიძლია რომ დაიწყო და შეთავაზო ადამიანებს რაღაცა ელემენტარულად შენი რაღაცა ესე ვთქვათ მომსახურება. ძალიან რთული არის რეალურად, აი თავიდან თითქოს აი მორიდების ამბავი გაქვს, რომ აუ მერიდება რომ მივწერო, აი უარი რომ მითხრან. ანუ იმდენი ბრენდი იქნება უკვე საქართველოში, რომ ერთით უარს გეტყვს, ანუ არ არის პრობლემა რა. ორი არის იმის იქით, სამი არის და სხვასთან მიხვალ და ძალიან ბევრი კარგი ბრენდი არის, ასევე რომელიც ძალიან ღია არის ესეთი შეთავაზებებისთვის. ასე რომ ესე ვთქვათ, ხელი ხელს ბანს იქნება, შენც შეგიძლია შექმნა შენი პორტფოლიო და ბრენდსაც დაეხმარა, რომ კონდეს ლამაზი, ესე ვთქვათ, ფიდი და ვიზუალი. ნინი, ეხლა როგორ ვთქვა მაგალითად, თუ გქონია მომენტი, როცა გინანია. და ბევრჯერ მქონია სხვათა შორის ეგ მომენტი, იმიტომ რომ ფინანსურად არ ამყარი ხდები მაგ შემთხვევაში, პირველ რიგში აი ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად შენზე გადმოდის მთელი ტვირთი, რომ აი შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, გარდა მაგისა შემოდის უკვე ფინანსური საკითხი და ხვდები რომ აი გავიჭედე. მე ნანოფ, აი რატო წამოვედი? აი ხო ვიცოდი რომ მქონდა სამსახური, სადაც სტაბილურად მქონდა შემოსავალი. არ წახვიდეთ სინანულში რა. პირიქით ეგ უნდა იყოს უფრო დიდი მოტივატორი თქვენთვის, რომ აი ეხა მე ფული არ მაქვს და იმისთვის რომ ფული მქონდეს და პირველადი მოთხოვნილებით დავიკმაყოფილო რაღაც. მაგისთვის აი უფრო უნდა გააქტიურდე და უნდა ეძებო ახალი დამკვეთები, ახალი ადამიანები, ვინც ფულს გადაგიხდიან, ესე ვთქვათ. მქონია ეგეთი მომენტი და რა გავაკეთე? გავაკეთე და აი ყველა მე მგონი ყველა, ანუ უმრავლესობა 92% Facebook გვერდების გადავქექე და Instagram გვერდების და სკრინავდი გიჟივით, აი მობილურში მქონდა, აი სრული დომხალი, რომ აი ამას უნდა მივწერო და აი რაღაცნაირად უკვე იჭედები რა ხვდები, ხო აი კი და თითქოს შველას ითხოვ და უკვე ფიქრობ, რომ აი ხო არ შევიდე ჯობსჯიზე და ხო არ დავიწყო სამსახურებს ზებნა. მაგრამ კარგი იცი რა არის ანუ ამ შემთხვევაში LinkedIn-იც ძალიან კარგად გეხმარება, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს შენი საქმის. დაეცემი, ეგ უნდა იყოს შენი შესაძლებლობა და უფრო მეტად მამოტივირებელი. ხო, არ უნდა გაყვე მოკლედ რა იმ სასწარკვეთაც შემოგიტოს. მადლობა ნინგელა, ეხლა მოკლედ შეჯამებისკენ რო წავიყვანოთ და საიდან უნდა დავიწყო და რაღაც დაახლოებით პირველი 3 ან 5 ნაბიჯი რო გითხრა, რომ მარტივი რითიც შეგვიძლია რომ დავიწყოთ თუნდაც ფრილანსერობა.
პირველი ნაბიჯი არის ეგ, რომ შენ თავის დაიჯერო. შეგიძლიათ რომ გადმოიწვიოთ ეგ ფასო აპლიკაცია და დაიწყოთ ამ აპლიკაციების გამოყენება. არ უნდა დანებდეთ და არ უნდა შეწყვეტოთ ძიება. მადლობა, რომ იყავით ჩემი პირველი რესპონდენტი. მადლობა, რომ გიყურეთ. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის. წინ კიდევ ბევრი ჩანაწერი გველოდება და ბევრი სიუჟეტი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.